ეს არის ის ქვა, სადაც მაცხოვრის ხელის ანაბეჭდი იყო და ეს გონიათ რომ კედელში იყო ანაბეჭდი. სინამდვილეში ეს კედელი არ იყო, ეს იყო ქვაფენილი ქუჩის. როდესაც უფალი დაეცა, მიწაზე დააბჯინა ხელი აქ. შემდეგ ეს ქვა აიღეს და როდესაც ეს შენობა ინგრეოდა, ყოველი აღდგენის დროს სვავდნენ კედელში. მაგრამ რისი თქმა მინდოდა, იცით რომ პიროთად ჩამოვედით, აქ ისეთი გამალებული ვაჭრობა იყო, რომ მაქსიმუმ მაისურები ეკიდა. და 3 დღე ვეძებდით ლამის სად იყო ეს ქვა, იმიტომ რომ არასოდეს არ ჩანდა, სანამ ერთხელ გამთენიისას არ ჩამოვიარეთ. დღეს როგორც ხედავთ, ყველაფერი დაკეტილია და ერთ წუთი გაჩერდი გიორგი, ყველაფერი დაკეტილია და ყველაფერი ჩანს. ეხლა ჩვენ გავართ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ადგილას. უკვე არ ვიცი რომელ ვიდეოში გითხარით, მაგრამ მოდით აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. როდესაც მომლოცველები ან ზოგჯერ სკეპტიკოსებიც კი აღდგომის ტაძარში შედიან, ყველა ამბობს, რომ რანაირად იყო გოლგოთა მთა, როდესაც ტაძრის შიგნით ერთი პატარა თეთრი ქვა დევსო. სინამდვილეში ესე არ არის გოლგოთა მართლაც მთა, ის არის უბრალოდ იმ მთის წვერი და ეხლა ჩვენ, აი მოდი ჩემთან დადექი გიორგი და გავხედოთ აქეთ ზემოთ, აი ჩვენ ეხლა ვდგევართ გოლგოთის მთის ზუსტად ძირში. აი აგერ ქვემოთ. ესე იგი, უფალი ნახეთ, სად დაცემულა ეს ქვა თუ სწორ ადგილას არის ჩასმული. ანუ, როდესაც უნდა დაეწყო უკვე გოლგოთაზე ასვლა, სწორედ იმ ადგილას დაცემულა და გაჩენილა ხელის ანაბეჭდი. აი ეს აღმართი უკვე არის გოლგოთის მთის ძირი, საიდანაც იწყება ეს ასასვლელი და რამოდენიმეგან ესეც სერპანტინს აკეთებს ამ მთას შემოუვლის და ისე ხვდები მთის თავში. ასე რომ გოლგოთა ნამდვილად ის პატარა ქვა არასოდეს არ ყოფილა, გოლგოთა იწყება აქედან და ჩვენ ახლა გოლგოთას გზას მიუყვებით უკვე აი ამ აღმართზე.